საქართველოში გველგესლას გვარის 4 სახეობის გველია გავრცელებული, რომელთაგან ყველაზე შხამიანია გიურზა. იგი აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრად უდაბნო ტერიტორიებზე ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ახალ გამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულის. საქართველოში კლიმატური პირობების გათვალისწინებით გველი აქტიურდება აპრილიდან და მისი აქტიურობა ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. საკვებისთვის უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ გაზაფხულზე, ძლიერი სიცხეების დადგომამდე შეიძლება დღისითაც შეხვდეს. ძლიერი სიცხეების დროს გრილ და ჩრდილიან ადგილებში ისვენებს. გველის ნაკბენი ჩვეულებრივ უმკივნეულოა. ძირითადად გვხვდება მცირე ზომის ჭრილობა ან ნაკაწრი, რომელიც შესაძლოა შეუმჩნეველიც იყოს. ჭრილობა შეიძლება თან ახლდეს სისხლჩაქცევა, სისხლდენა, ლოკალური შეშუპება, რეგიონალური ლიმფადენოპათია. შხამიანი გველისგან დაკბენის სიმპტომატიკა გველის სახეობასა და შესაბამისად მისი შხამის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. ხშირად დაკბენის შემდგომ ვითარდება კანზე გველის კბილის ნიშანი, სისხლდენი ჭრილობა, მხედველობის ბუნდოვნება, დაკბენის ადგილის წვა, კრუნჩხვა, დიარეა, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, გრძნობის დაკარგვა, ცხელება, წყურვილის შეგრძნება, ქსოვილის ლოკალური კვდომა, კუნთების მუშაობის კოორდინაციის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, გაშეშება, ჩხვლეტა სხეულის გაშეშებულ ნაწილში, პულსის აჩქალება, მწვავე ტკივილი, კანის გაფერმკრთალება, ნაკბენის შეშუპება, საერთო სისუსტე.